მოგესალმები, დღეს არის 26 იანვარი, ჩემო არხის მაყურებლებო და ჩემო მაყურებლებო, დავიწყოთ გუშინდელი მატჩების შესახებ. მოგახსენებთ, ახლა პრემიერ ლიგი დავიწყოთ პირველ რიგში. მანჩესტერ სიტიმ 3-1 მოიგო, ბორნმუთმა 5-0 მოიგო, ნოტინგემს უშანსოდ მოუგო, ევერტონმა 0-1 მოიგო, ლივერპულმა 4-1 მოიგო, საუთჰემპტონმა ნიუკასლმა სასწრაფოდან 1-3 მოიგო და ვულფსთან არსენალმა 0-1 მოიგო. სულ ეს არის და ეხლა გეტყვით უცებ. ლივერპული 53 ქულით პირველ ადგილზე, 57 ქულით არსენალი მეორე ადგილზე, 44 ქულით ნოტინგემი მესამე ადგილზე და მეოთხე მეხუთე ადგილზე იყოფებიან თანაბარი ქულებით. სიტი მეოთხე ადგილზე 51 ქულით, ნიუკასლი 51 ქულით, მეხუთე ადგილზე ლონდონი ჩელსი 40 ქულით, მეექვსე ადგილზე და ლონდონი შეეძლო გუშინ გამარჯვების შემთხვევაში ჩელსი იქნებოდა, გეტყვით ახლა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებოდა დანარჩენები ბორნმუთი 40 ქულით, ასტონ ვილა 36 ქულით მერვე ადგილზე, ფულემი მე-10 ადგილზე 34 ქულით და დღეს მოგეხსენებათ უნაიტედის ფულემის თამაში გაიმართება, რომელიც ფულემს აქვს 33 ქულა და აქ გადამწყვეტი ბრძოლის შეიცვალა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა უნაიტედმა, რომელსაც ისეთი სახალბიელო მდგომარეობა არ აქვს, ახალი წვრთნელი მოვიდა იმის მიუხედავად, მაგრამ არ აქვს კარგი მდგომარეობა. ეხლა მოგახსენებთ უცებ დღევანდელი თამაშების შესახებსაც გეტყვით. ჩატარებული მატჩებს გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ. ეხლა შეეხება ლიგა 1-ში გადავიდეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია გუშინ პირველი მატჩი გამართა პარი სენ-ჟერმენით ფორმით და პარი სენ-ჟერმენი ფორმით და ხვიჩა კვარაცხელია ერთი საგოლე პასით გამოირჩა მხოლოდ და მხოლოდ თამაში მოჩა 1-1 ფრე და ქულები გაიყვეს პარი სენ-ჟერმენმა და რეისმა. ბრაიტონ თბილისი დროით ბრესტი თბილისი დროით 19 საათზე იქნება შემოგთავაზეს სპორტი. ანგელი თბილისი დროით 4 საათზე და 15 წუთზე იქნება, ისევე ჯორჯ მიქავდაძის გუნდი ლიონი თბილისი დროით 4 საათზე და 15 წუთზე იქნება, მხოლოდ და მხოლოდ სამი მატჩი იქნება 20 საათზე და 15 წუთზე. თბილისი დროით ნინსა მარსელი, რომელიც ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება და პრინციპული დაპირისპირება, იმიტომ რომ მარსელს აქვს 17 ქულა და ამ მოგების შემთხვევაში 7 ქულით ჩამორჩება საჩემპიონო გუნდთან, რომელიც პარი სენ-ჟერმენი პირველ ადგილზეა და პირველ პოზიციაზეა და ამისთვის შანსი აქვს, რომ შეამციროს ჩამორჩენა მარსელმა და ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, ჩაგედილი თამაში და მატჩი იქნება, როგორც ასეთი ვთქვათ, ეხლა მხოლოდ და მხოლოდ კვარაცხელია საგოლე პასით გამოირჩა და ოსმან დემბელეს ისეთი პასი მისცა, რომ უნდა გაეტანა ეგ გოლი, რა თქმა უნდა. მე ვიტყვი რა შეეხება ჯორჯ მიქავდაძე სამდორისთვის. ჯორჯ მიქავდაძე 8 გოლით გამოირჩება და დღეს მისი მონაგარე უფრო გამყარდება იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა,
გოლს თუ გაიტანა, ასაგოლებას თუ გააკეთეს. როგორც მოგეხსენება ზორიკო დავითაშვილი გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ ფრედ დარჯერდნენ გულშინ 1-1. მე მინდა ეხლა გადავიდე შემდეგზე, მოგახსენეთ უკვე თამაშები, რომელიც შემოგთავაზებენ. ხუთი თამაში იქნება დღეს სხვადასხვა დროს, რომელიც სპორტის არხი შემოგთავაზებს. ეხლა გადავიდეთ კერძო ბუნდესლიგაში და აქაც მოგახსენეთ ორდენი სიტყვას. დღეს თბილისის ბუნდესლიგაში 2 თამაში გაიმართება 18 საათზე და 30 წუთზე, მერე 20 საათზე და 30 წუთზე და მხოლოდ 2 თამაშია დღეს კვირა დღეს. რა შეეხება გეტყვით ეხლა მიუნხენის ბაიერნი ძალიან მაგარ ფორმაში 15 მოგება 3 ფრე 1 წაგება 48 ქულით პირველი ადგილი. ასევე 12 მოგება ლევერკუზენს და 19 თამაშიდან 12 მოგება 6 ფრე 1 წაგება. აგარ ძალიან მაგარი მონაგარია რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენება, მხოლოდ მიუნხენის ბაიერნსაც 1 წაგება აქვს და ლევერკუზენსაც 1 წაგება. ხრიში საჩემპიონო ბრძოლა დამთავრებულა, ასე ვთქვათ, 2 სიტყვით, იმიტომ რომ 6 ქულით ჩამორჩება მხოლოდ და ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ყოველ წუთიერ შეიცვალოს მითარება და ამისთვის როგორც ასეც მოგიწოდეთ მეამდენო თვალყური. ბუნდესლიგაში ის გუნდი აღარა ბაიერნი ადრე რო იყო და უფრო რაღაცა ეხლავე შტუტგარტი ენტრახტი 36 ქულით მესამე ადგილს იკავებს, რომელიც ჩემპიონ ბაიერნს 12 ქულით ჩამორჩება და ლევერკუზენი 6 ქულით ჩამორჩება ჩემპიონ ბაიერნის ჯერჯერობით სატურნირო ხრიში. აქ საჩემპიონო ბრძოლა არ შეწყდება ჩემი აზრით. შტუტგარტი, რომელიც 32 ქულით არის მეოთხეზე, ლეიპზიგი 32 ქულა, მაინცი 31 ქულა მე-6 პოზიცია. ასე გამოიყურება ბუნდესლიგაში მდგომარეობა შემდეგნაირადაც გეტყვით ეხლავე. ბუნდესლიგა მოვჩის და რა შეეხება სერია 10 მინდა გამოვყო. როგორც ვიცით, მოგახსენეთ ერთხელ ნაპოლმაც ამჯერადაც ძალიან რთული მატჩი მოიგო. რა შეეხება ივენტუს ჰქონდა მომენტები მაგისგან და კიდე, მაგრამ მხოლოდ დაჭერდა და გეტყვით. აგერ მილანი პარმა დაწყებულია მე-18 წუთში მიმდინარეობს 0-0 ფრეა ჯერჯერობით. აქედან მხოლოდ 3 მატჩია. თბილისი დროით 18 საათზე უდინეზე რომა, თბილისი დროით ლუჩე ინტერი, თბილისი დროით ლაციო ფიორენტინა 12-15 ვაკელია და მოკლედ ძალიან საინტერესო მატჩები იქნება დღესაც ლაივში, რომელიც ეტასტა სპორტის შემოგთავაზებს. ახლა მე მინდა მანამდე მე მხოლოდ 3 თამაშია დარჩენილი, გეტყვით ახლა ასე შემდეგნაირად გამოიყურება. ნაპოლი 17 მოგება 2 ფრე 3 წაგება, მხოლოდ რას მონაგარი მოაგროვა ქულების რამდენი ქულა დააგროვა, სულ 53 ქულა 17 მოგების მატჩის შემთხვევაში. ინტერსაც 5 ფრე 1 წაგება, ინტერი უფრო მაგარ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა ნაპოლი მხოლოდ 6 ქულის საჩემპიონო ბრძოლაში ჯობს.
პირველ ადგილზეა ნაპოლი, მეორეზეა ინტერი, ატლანტა 46 ქულით, ატლანტას 4 ფრე, 4 წაგება, 12 გებაც, ისე სახალბიელო მდგომარეობა არ აქვს, რაც ისე კარგი მდგომარეობა არ აქვს, რაც შეეხება ატლანტას, ლასიოს აქვს 37 ლასიო აქვს 39 ქულა, რა თქმა უნდა, და მხოლოდ 3 ფრე 12 მოიგო, 3 ფრე 6 წაგება ლასიოს შეეხება. აქამდე იუვენტუსს წაგება არ ქონია და ასე მოუხდა მხოლოდ გუშინ ძალიან რთულ ბრძოლაში და ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მეზე დაძაბული მატჩი გამოდგა და რა შეეხება, მაინც მოახერხა ნაპოლმა გამარჯვება. ანტონიო კონტე არაჩვეულებული სპეციალისტია მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ლონდონის ჩელსიშიც იყო და ტიტულები მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგასაც, სადაც არ იყო ეს კაცი, მათმა კარგი შედეგები აქვს დადებული და კარგი შედეგებითაა დასრულებული თავისი კარიერა, საწვრთნელო კარიერა, რასაც შეეხება. როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მაურინიო, რომელიც გადასულია თურქეთში, რაც შეეხება, ამ შემთხვევაში მილანმა თუ მოიგო დღეს 34 ქულით, მე-7 ადგილით დაიკავებს და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია დღეს. რაც მოგეხსენებათ, სერია მხოლოდ და მხოლოდ რაც მოგახსენეთ ეს ინფორმაცია სულ ეხლა დავიწყოთ აიაქსის იმაში, დავიწყოთ რა ხდება, გეტყვით დანარჩენს, გეტყვით ეხლა. აქედან 1 ჩატარებულია და 1-0, 2-0 ზოლზე სისტარეთ 0-2 აგებს და 2 მატჩია თბილისის დროის 17 საათზე და 20-ზე ალკმარა 19 საათზე და 15 როკლია დღეს თბილისის დროის შემოგთავაზდა სერტასტა სპორტი. ეხლა გეტყვით ადგილებს რაც შეეხება ვინ რომელ ადგილზეა. დავიწყოთ პირველ ადგილზე 49 ქულით, აიაქსი 45 ქულით მეორეზე, შემდეგ უთრჯი მესამე ადგილზე, ფეინორდ 36 ქულა მეოთხე ადგილზე და ალკმარი რაც შეეხება 34 ქულით მეექვსე ადგილზეა რაც შეეხება. ეხლა დავიწყოთ ლა ლიგა და ჩემოკარგებო, ასე ვთქვათ, რამდენად გამოაკდა ხვიჩა კვარაცხელიას როლი საფეხბურთო მხრით კვარადონას რო ეძახოდნენ საფეხბურთო როლი იმ პოზიციაზე ნაპოლს და თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად სწორად მოიქცა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის დატოვებასთან დაკავშირებით. ნაპოლის დატოვა რამდენად სწორად მოიქცა ხვიჩა კვარაცხელია, უნდა გადასულიყო პარი სენ-ჟერმენში თუ არა, თქვენი აზრი გამოხატეთ, ძალიან დიდი მქონდა იქნება და გაგცემთ მე ამაზე პასუხს. რაც შეეხება მანამდე სანაკრებო თამაშებისანა იქნება, მე მხოლოდ ეხლა სერია რაც იყო და მოგახსენეთ, აქ როგორც მოგეხსენება მადრიდის რეალმა 0-3 მოუგო ვარიადოს უშანსოდ და რომელმაც ჰეტტრიკი შემოგთავაზა კილიან მბაპე, ძალიან შესანიშნავ ფორმაშია და თქვა რაც ისე კარგი პერიოდი არ ქონდა ცოტა ხნით,
რაიო ვარეკანო ჟირონა 17 საათზე თბილისის 2, 19 საათზე და 15 წუთზე რეალ სოსიედად ხეტაფე. ატლეტიკო ბილბაო, ლეგანესი თბილისის 2-ის 10-ის ნახევარზე და მხოლოდ 3 მატჩია. მხოლოდ ასე გამოიყურება შემდეგი ჩვენი სატურნირო ცხრილი. სატურნირო ცხრილში ჩავიხედოთ ლა ლიგაში, კერძოდ ლა ლიგაზე გესაუბრებით, 59 ქულით მადრიდის რეალი უპროსწორად ბარსელონას 10 ქულით ასვევს, მადრიდის ატლეტიკო 45 ქულით მეორე ადგილზე, ბარსელონა მესამე ადგილზე 59 ქულით და ატლეტიკის ბილბაოსაც მეოთხე ადგილზე 59 ქულით. ასე შემთხვევაში შეიძლება ატლეტიკის ბილბაომ თუ მოიგო დღევანდელი მატჩი, მხოლოდ ჩემო მეგობრებო, ბარსელონა ჩამოვა ქვევით იმ შემთხვევაში. აქ მინდა სევილიასაც გავამახვილო ყურადღება 10-ზე კანტომარეობაში არა სევილია, მხოლოდ სევილიას ავსო 8 წაგება, სევილიას აქვს 8 წაგება, 6 ფრე და 7 მოგება, 6 ფრე და 8 წაგება. ეს ძალიან საშინელი სტატისტიკა სევილიის დონის გუნდისთვის, ძალიან საშინელი სტატისტიკა და ამისთვის საჭიროა გამოასწოროს, ამისთვის საჭიროა ფეხბურთი ითამაშოს სწორად დაგეგმილით სასწავლთან დაკავშირებით, ანუ რანაირ სასწავლთან დააყენებს ფინანსად გააჩნია ამ მხრივ. მხოლოდ დღეს ბარსელონა თბილისის 12 საათზე იქნება თამაში და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, როგორც მოგეხსენებათ, მამანტაშვილი მხოლოდ სოსიედადთან შეძლო შრალად კარის შენახვა, რომელმაც სოსიედა 1-0 აჯობა ვალენსიამ და გაიმარჯვა ვალენსიამ და ვალენსიას გეტყვით რა მდგომარეობაში იმყოფება ვალენსია. ვალენსიას 10 წაგება, 7 ფრე, 7 წაგება, რა თქმა უნდა და ძალიან სულ მდგომარეობაში 16 ქულით გასავარჯიშოა და აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ვალენსია მოახერხებს გასავარჯიშოდან ამოსვლას. გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა ბევრ საინტერესო ამბავი გაიგებთ ჩემო არხის მაყურებლებო და რაც მე გითხარი მხოლოდ ერთადერთი კითხვა, ამით ვიცი აქტიურებ და თქვენი აზრი გამოხატეთ ამასთან დაკავშირებით. არ მოგერიდოთ თქვენი აზრით დაფიქსირება. შემდეგი შეხვედრა გვექნება ჩვენ 29 იანვარს, რომელიც იქნება დაახლოებით 2 საათზე და მოგახსენებთ სპორტის შესახებ შემდეგ სოფლიო სპორტის შესახებ შემდეგ ახალ ამბებს. ამით რადგან ჩემი არხი მოგეწონება და ლაიქეთ გამოიწერეთ, თუ მოგეწონება ჩემი არხი და ლაიქეთ გამოიწერეთ, გააქტიურეთ ზარზღირაკი და რა შემთხვევაში მე რას კითხოთ და გიცვით იმაზე მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა ხვიჩა კარიერა, ხვიჩამ კვარაცხელია თავის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე და რამდენად სწორად გააკეთა არჩევანი.